მოგესალმები, დადგა სამშაბათის საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდხო პატიმრობას აშენამყოფი ადამიანები. ყველა ეს ადამიანიც გახარებული ხართ და ავიცი სკოლის დაწყებით, ყველა ეს ადამიანიც უცხოეთში ხართ, უცხოეთში ყოფი ქართველი. მამა გიორგი თეოდორაშვილის გეშელები აუცილებლად, იმიტომ რომ მე ბოლოს დრო არ მაქვს ხოლმე და რო იმაშვება რაღაცნაირად მინდა რომ აიქედანვე რაღაცა თავიდან დაუთმოთ, რომ იმ ადამიანებს ყველა სიხარული, ბედნიერება და ყველაფერი კარგი. მამაოს მრევლი მინდა თვითონ მოვიკითხო, არაჩვეულებრივი ადამიანები. ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის მრევლი, რომელსაც წმინდა ნიკოლოზ განსაკუთრებული ხალხი ყავს შემოკრებილი და მადლობა ამის. ყოველთვის ეგრე იყო ხოლმე მანდ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ საერთოდ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ და დღევანდელი ჩვენი თემა არის ძალიან ბევრი ადამიანი არის გახარებული, სხვათა შორის არ არის ცუდად საქმე, რაღაც დეტალები არის, რომელიც არის ჩასასწორებელი და აუცილებლად იმედი არის, რომ ღმერთი რაღაცა გაგვილამაზებს ამ ცხოვრებას, აუცილებლად მიუხედავად იმისა, ვიმსახურებთ თუ არა. მაგრამ ადამიანები იმსახურებენ თუ არა ბედნიერებას, ან აი როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს ბედნიერება, ან ჩვენით უნდა შევქვნათ თუ რაღაცა წამებით უნდა გავიხაროთ და ერთიანში ადამიანი ვერას ვერ იქნება ბედნიერი. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის არც აი 12 წელზე მეტია რაც დადიხართ ჩემთან გადაცემაში და პირველად კითხეთ მე მგონი ამის შესახებ. მოგესალმები გიორგი, მოგესალმებით თქვენ მოგზაურობისას. მაყურებელს, მსმენელს. მაპატიე, სულ რომ მოვდივარ ხოლმე, რაღაც მომაქვს და საეკლესიო ახალი წელი იყო 14-ში. ეხლა არის 16 ხო და შემცხვა რა, რომ ხელსარიელი მოვიდე. დღეს მეგატან საჩუქარს ხო იცით მამა, არ ვიტყვი რას გჩუქნით. ყველას მინდა რა, შენი თამადობით გიორგი, მიულოცო ინდიქტიონის დასაწყისი. ძალიან ბევრმა ქრისტიანმა არ იცის სამწუხაროდ, ან იცის, მაგრამ იმ შეგნებით ვერ აღიქვავს, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა აღიქვავდეს, იმიტომ რომ თუ შენ ამ დღეებში არ დაფიქრდი, რა სულიერება გაქვს, რა რწმენა გაქვს, რისთვის გაგაჩინა ღმერთმა, როდესაც იესო ქრისტე სინაგოგაში ნაზარეთში შედის და ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობს მესიაზე და ამბობს, რომ ეს აღსრულდა, ეს როგორ შეიძლება შენ არ შეგეხოს გიორგი გულზე, სულზე არ შეგეხოს და არ იგზნო თავი გახარებული. ძალიან საინტერესო კითხვაა, როგორც ყოველთვის გჩვევია, სურპრიზი დამახვედრე. სამწუხაროდ, ამასთანავ ძალიან საპატივსაცემო სასულიერო პირს მოусმინე და სხვადასხვა შორის ის ვიდეო რგოლი ახლაც ტრიალებს, რომ აი ბედნიერი არავინ არ არისო, ღმერთმა დაგვიფაროს. რომ ბედნიერი არავინ არ იყოს, ხო? არა, თავს არ აღიქვამნო ბედნიერად, ბედნიერი არავინ არ არის. ღმერთო, შეგვიწყალე. ყველა ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისთვის, გიორგი. ყველა ადამიანი მოწოდებულია, რომ იყოს ბედნიერი. ოღონდ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა არის ბედნიერება. სამწუხაროდ, ვინც როგორია, თუ ადამიანი ხორციელია, მისი ბედნიერება ხორციელია, ვინც სულიერია, მისი ბედნიერება ბუნებრივია, სულიერი ფასეულობებია, ხო? მაგრამ რატომაც არა, ორივე რო იყოს, ხო, უფრო კარგი იქნება. ჩვენ არა ვართ მარტო სულები, ანგელოზები, მარტო სხეულები და სამშვენივრელი ცხოველები. ჩვენ ვართ ადამიანები, სული და სხეული. ამიტომ ჩვენი ბედნიერება უნდა გამსჭვალავდეს ორივეს, სულსაც და სხეულსაც. და ეს ადამიანმა უნდა იცოდეს, აი მაგალითად შეიძლება ახლა ბევრი ქალბატონი დღეს ელოდება გიორგი ბავშვს, ხო? როგორც კი დედა გახდება ქალბატონი და ბავშვს ექიმები კერძზე მიუწვენენ და დაიწყებს კვებას, უნდა ეამბოროს შვილს და თქვას, მადლობა ღმერთო, დედა გავხდი, დედა ღვთისმშობელო, დამილოცე ჩემი შვილი, რა ბედნიერი ვარ. აქავე უნდა იგზნოს ადამიანმა ის ბავშვი ამ სიტყვებს რომ მოისმენს. აუცილებლად უკვე ბავშვობიდანვე მიიღებს დედისგან იმპულსს ბედნიერების. ხო, აი ტიროდი, დედა გახდი და უკვე გახარებული ხარ, ხო? ტირილით დაიწყო, მაგრამ სიხარული დამთავრდა შენი, ასე თქვათ, შობადობა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ეხლა ვინც განსასწრელში ხართ, ვინც ტირი ხართ, ვინც სნეულებასაში ნაბრძანდებით, საპატიმროში ბრძანდებით, აი გიორგის უყვარს ხოლმე ხშირად პატიმრების მოხსენება, იმიტომ რომ ეს კურთხევაა პირიქით პირდაპირ პატრიარქის და უფლის, რომ
გვახსოვდეს სნეულებასაში ნამყოფი, საპატიმროსაში ნამყოფი, მშიერი, მწყურვალი, შეუმოსავი, უცხო ადამიანი. ხო და აი ამ დროს, როდესაც შენ გიორგი სხვა ადამიანის ბედნიერებას და გახარებაზე ფიქრობ, ღმერთი იფიქრებს შენს ბედნიერებაზე და შენს გახარებაზე. ადრეც მაქვს ნათქვამი და გამეორება ცოდნის დედა, ყველას არა აქვს მოსვენილი, ხო? 3 მკვლელი ყავს ბედნიერებას, გიორგი. პირველი, სულ წარსულში ქექვა. აუ ასე იყო, ისე იყო, ამას გავყოლოდი, ის მომეყვანა, აქ ჩამებარებინა, იქ არ წავსულიყავი. ამას უკვე არაფერი აღარ ეშველება და ამაზე როდესაც შენ ფიქრობ, უკვე წარსულში ხარ და აწმყო გეპარება ფაქტობრივად. ჩვენი დრო არის გიორგი, ახლა რო ლაპარაკობთ მე და შენ, ხო? ხვალე არ ვიცით, ღმერთმა ყველას გაგვითენდოს, ხვალე იმდელი დღე, მაგრამ არ ვიცით, გაგვითენდება თუ არ გაგვითენდება, წარსულს ვეღარ გადმოვახვევთ. ხო და ახლა მე და შენ გადაცემა რომ მიყვავს, აი ეს არის ჩვენი დრო. ახლა მე მადლიერი ვარ, რომ გიორგი დარასელიამ თავის გადაცემაში მომიწვია. ეს არის ბედნიერება, რომ გიხარია. არავის ეს ბედნიერია, რომ თქვენ არსებობთ საერთოდ ჩვენთან და არავის ცუდი რო არ გვინდა გიორგი და ჩვენ ახლა არავინ სხვა ღდლებზე და ადამიანებზე ცუც რო არ ვლაპარაკობთ, ეგ არის ბედნიერება. აი ესე სიამაყით რო არ ვლაპარაკობ, იმან ესა თქვა, ამან ესა თქვა, ნახე, არა. ეს მათი პრობლემაა, ვინც რა თქვა, ცუდი ან კარგი, ხო? მე თუ ცუდი გავიგე, ერთ პულში შევუშვებ, მეორეში გამოვუშვებ, ხო? არ გადმოურეკავ ვიღაცებთან ნახე, რა თქვა, როგორ თქვა. ღმერთმა შეუნდოს თუ რამე არ მომეწონება. და მესამე, გიორგი, ეს არის შიში მომავლის. ვაიმე ახლა არჩევნებში ვინ გავა, ვინ გაიმარჯვებს, რუსეთი დაამარცხებს თუ არა უკრაინას, ამერიკა ომს დაიწყებს, ანტიქრისტე როდის მოვა, რა იქნება, ჩიპებს ჩაგვიმაგრებენ. ესე იგი, არ იყო შიშიო და დაეცათო შიში. ადამიანებს წინასწარ ეშენიათ, გიორგი. თუ წარსულში ხარ, ჩაციკლული და მომავლის შიში გაქვს, ბედნიერი ვერ იქნებით ვერავინ. დაიმახსოვრეთ რა. ჩვენი დრო არის გათენდა, გაახილე თვალები, პირჯვარი გამოისახე, მიდი ხატებთან, მადლობა ღმერთო, დიდება ღმერთო, მიკურთხე ეს დღე. დამლოცე სამსახურში მივდივარ. შემხვდა იქ რაღაც პრობლემები, უფალო შეგვიწყალენ. მე და ის ადამიანი ასე რომ ზულ ვარ, ვატყობ რომ თუდად მიყურებს, ხო? შეგვიწყალე უფალო რა. რომ მეწოდება ის ადამიანი ახლა რომ ვატყობ რომ ზიზღით მიყურებს. რაღაც ახალი მაცვია, შეშურდა, ხო? რაღაც ახალი ავტომობილით გავიარე, შეშურდა. ღმერთო შეიწყალე. ან მე დავინახე რომ რაღაც კარგად გამოიყურება, რაღაც ახალი ნივთი აქვს. ცოდვაო, ჩასაფრებულიაო შენთანო, ძველახ თქმაში წერია, კაინს ეუბნება ღმერთი, მიდი და იუფლეო მასზე, თორე ის იუფლებს მერე მასზე. უკვე ეშმაკს არანაირი ბერკეტი არა აქვს, რომ ჩვენ ზალით რამე დაგვაძალოს, მაგრამ გთავაზობს. გეტყვის, იმას ის უნდა ეცვას და შენ არა? იმას ის იმ მანქანით უნდა დადიოდეს და შენ არა? ის გადაცემის წამყვანი უნდა იყოს და შენ არა? ის აზრის წინამძღვარი უნდა იყოს ნარიყალაზე და მე სოფელში უნდა მსახურობდე? ასეთი რაღაცები ხო იცი რო არის, ხო? ხო და თუ ასეთი რამე გაჩნდა, მაშინვე აიღე ტელეფონი და დაურეკე მამაო, რა кай ხადაგება იყო. მამაო, დაგინახე ქუჩაში, რა კარგი მანქანი დადიხარ, ღმერთმა დაგლოცოს. რა კარგი მრევლი ყავს, მამაო, თქვენი მრევლის შემხვდა, კურთხევა აიღო და რო კითხე რომ ვისი სულიერი შვილი ხარო, მითხრა მამა დავითის და აკარგად გაგიზრდია სულიერი შვილები, ხო? ხო, როგორ გაიხარდება. მე ასეთი წესება, გიორგი, ჩემთან რო ადამიანი მოდის და ვერ ვცნობ, ხო და ზიარება მინდა, ვინ არის შენი მოძღვარი შვილო ეს? აუ, მე და შენი მოძღვარი, მეგობრები ვართ, რა კარგად გადაგებ შენი, ისეთი გახარებული მიდის ეკლესიიდან, რომ ვერ წარმოიდგენ. აბა ეხლა ცუდი უთხრა, შენი მსულიერი შვილი ხარ, არ გაზიარებ. არა, დადე და შენ მოსულიერმა მოძღვარმა გაზიარებ. ხათაშვილს მამა ვინმე ბერზე ხუმრობ ხოლმე, იმის მე მომიყვანი აქ და მიქია, უნდა აქო, მამა, აბა რა უნდა ქნა, იმიტომ სტიმულია იმისთვის, არა? ის ეხა ხუმრობით, ეხა ჩვენ ერთად ყველა ერთად ვართ გაზდილი, მამაო და შეხა რამდენჯერ თქვენთან მიხუმრია, ვიღანა როგორ არ უნდა იხუმრო, აბა რისთვის გავჩნდით, ხო, იუმორი. ხო იცი პატრიარქი როგორი ზვირფასი და კარგი ადამიანია. სუიცია რომ ეხუმრო. ადრე ხო, პატრიარქი მოკლედ ერთ მოძღვარს აქებს რა, აშკარად არ არის შესაძლებელი, მაგრამ აქებს და ის მოძღვარი მიხვდა, რომ ესე იგი
უწმინდეს რატომ აქებთო მე ხო უღირსი ვარ შვილო უღირსი რო ხარ იმიტომ გაქებთო კარგი რო იყო რაქება დაგჭირდებოდა სტიმულს აძლევ აი ხო არის აი ბავშვობაში ხახსოვს რომ ყველაზე ცელქი ვინც იყო იმას გამოიყვანდა მასწავლებელი დაფასთან ეფერებოდა ყველა კარგი მასწავლებელი და ამბობდა შენ რა ნიჭიერი ბიჭი ხარ შენ რა კარგი ბიჭი ხარ აბა მოდი ეს დამიწერე და ის კი დებილო შტერო და არა ნორმალურო არა კარგი პედაგოგი აი ამ ნიჭიერი ცელქი ბავშვიდან ღირსეულ ადამიანს გაზრდის ხო ცუდი ბავშვი ხო არ არსებობს არც ცუდი ადამიანი არ არსებობს ცუდად იქცევა უნდა უთხრა რა კარგი ბავშვი ხარ მაგრამ რა ცუდად იქცევ აუ რა კარგი ადამიანი ხარ მაგრამ რატო გააკეთე ეს შემოკარგო ხო ესეთ მილად სიყვარულით აი რაღაც გავიგე იმ მოძღვარზე აუ რა კარგი მოძღვარია და მე მგონი ესე არ იტყოდა ხო ეცადე გამართლება უპოვნოთ გირო ეცადე რომ მის ადგილზე დავდგეთ აი რატო ჩაიდინა ეს ხო აბა მიდი იმასთან და გამოუძებნე რაღაც გამოსავალი ეცადე გაამართლო ეცადე გვერდში დაუდგე ეცადე რომ შეიყვარო ეცადე რომ მიულოცო ეცადე რომ გააბედნიერო იცი ერთ სიტყვას შეუულია გიორგი რომ გაგაბედნიეროს და ერთ სიტყვას შეუულია დილიდან შეიძლება აი პირველმა აი გამოხვილებმა სახლიდან და ვიღაცამ დაასიგნალოს და მთელი დღე გაგიმწაროს გაგიმწაროს არა ანუ რაც უნდა იცოდო ვერ გაგიმწარებენ მაგრამ ანუ მაინც ხო ხვდებით აი სად რო დაგლოცავს ვიღაცა და სად რო ეხა გააწიე მანქანა რა სიტყვაზე ვამბობ რა ელემენტარული უბრალოდ საქციელზე ვამბობ რა ხო და აი ეს არ არის ჩვენში გიორგი აი წმინდა ილია მართალი ამბობს რომ ყოველ დღეს არ შენ თავს კითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე ვის რა გაუკეთე ვინ მოვიკითხე ვინ დავლოც აი მოდი ავიღოთ პატარა დღიური გავაკეთოთ როგორც კი გათენდება ხო აი დავაკონსპექტოთ რა ჩვენი აზრები ჩვენი ფიქრები და საღამოს დავждეთ შეგვეშინდება შეიძლება აი ჩვენი თავი შეგზულდეს ისეთი აზრები შემოდის ჩვენში მაგრამ ჩვენ ქმნილება ვართ და ქმნილება წყარო ვერ იქნება წყარო არის ეშმაკის ქმნილებაა მაგრამ დაცემული ანგელოზია უნდა მიხვდე რომ ეს არის ეშმაკისგან ეს არის შენგან ეს არის ახლობლებისგან გარჩიო ყველაფერი ეშმაკს არ უნდა დააბრალო ყველაფერი ახლობლებს არ უნდა დააბრალო და კარგი იქნება თუ შენ თავს დააბრალებ ბევრ ამას აი ძალიან საინტერესოა გიორგი ღვთისმეტყველება აი მინდა ეხლა რატომღაც გამახსენდა აი ადამიანს უნდა ახსოვდეს რომ რომელ დღეს შექმნა ღმერთმა ადამიანი ვიცით ხო მე-6 დღეს ხო და საიდან მე-6 დღეს აი რომელი აღწერა საიდან დავიწყოთ ორშაბათიდან არის მე-6 დღე თუ საიდან არის რამდენი ხანი დაყო მაცხოვარმა ჯვარზე ადამი რამდენი ხანი იყო 64-ში იცი ის ვინმე კი ათანასე დიდმა ნეტარმა ავგუსტინემ და ეფრემ ასურმა განმარტეს ძალიან საინტერესოა გიორგი ჯვარზე იმდენი ხანი დაყო მაცხოვარმა რამდენიც ადამმა 64-ში 12 საათზე გააკრეს ჯვარზე და 3 საათზე აღესრულა 3 საათი იყო მაცხოვარი ჯვარზე გაკრა და ადამი 3 საათი იყო 64-ში და როგორც კი ღმერთმა ევა შექმნა მისგან ისე მცირე მონაკვეთში მოხდა მათი ასე თქვა დაცემა რომ შეცნობაც ვერ მოასწრო აი უჩნდებათ ადამიანს კითხვა რატო შეიცნო ადამა ევა როცა მოხდა დაცემა მანამდე არ ჯობდა რომ შეეცნო ანუ ურთიერთობა ქონოდა სქესობრივი და იმდენად მალე მოხდა დაცემა გიორგი რომ ვერ მოასწრეს ანუ ცუდი იმდენად მალე ხდება რომ კარგი ვერ მოასწრო ადამა და ევა და 3 საათი იმყოფებოდნენ მე-6 დღეს ხო შეიქმნა და მე-6 დღესვე მოხდა მათი გამოძევება და რატომ პარასკევს პარასკევი არის მე-6 დღე ოღონდ კვირის ათვლით ღმერთი სამყაროს ქმნის პირველ დღეს ანუ პირველი დღე მატერიალური შესაქმის დღეა მაცხოვრის აღდგომაც ხდება შვიდეულის პირველი არის კვირა საინტერესოა და კვირიდან პარასკევი არის მე-6 დღე და როდესაც მოხდა დაცემა და გამოძევება და დაიხშო 64-ის კარიბჭე მაშინ მოხდა ჯვარცმა იმდენი ხანი დაყო ქრისტემ ჯვარზე
და ახლა ეს რო გესმის, ხო? რა ბედნიერი ხარ, არა, ღმერთი, ესე იგი, რამდენს ფიქრობ შენზე, როგორ ჩაგიფიქრა, როგორი ჩაგიფიქრა. აბა ჩაიხედე სარკეში. და გაბრაზებული ხარ. გაბრაზებული რო ხარ, ჩაიხედე სარკეში. ვინ გიყურებს იქიდან? და თქვი ღმერთმა ეს შექმნა, არა ეს არ შექმნა ღმერთმა. დაწყნარდი, დალაგდი და მე ჩაიხედე და გაიღიმე. აი, ეს შექმნა ღმერთმა. ღმერთი ჩემი გულისთვის ჯვარზე 3 საათი ეწამა. და მე 3 საათი არ მინდა რომ ლოცვას დავესწრო ან წირვაზე პირდაპირ ამბობს გრიგოლ პალამა რომ კვირას ქრისტიანი რომელიც წირვაზე არ მიდისო არ არისო ისო ქრისტიანი. რა უნდა მოხდეს გიორგი რომ მე კვირას წირვაზე იმიტომ კი რა უდელი ვარ. შენ ვიცი რომ ყოველთვის დადიხარ ხო? ცნობილ ტაძრებში, ცნობილ მოზღვრებთან რომ აჩვენო შენ მაყურებლებს აჩვენო რომ როგორი ეკლესიური ხარ ხო? ვარსკვლავებთან. კვირა დღე არის ხო? გათენდა კვირა დღე. გახსოვდეს რომ ამ დროს ღმერთმა სამყარო შექმნა. ამ დროს აღდგა ქრისტე. აბა. გათენდა პარასკევი და შენ აუ მამაო მავიწყდება პარასკევს ხორცს ვჭამ. გახსოვდეს შედალოცილო რომ ამ დროს შენ შენი წინაპარე გამოაძევეს 64-დან და დაიხშა კარი. ეხლა წარმოვიდგინე როგორ რა შევადარო რომ აი თქვა აქ არ შემოგვიშან მე და შენ მოვიდე და კარები დაკვეტილი დაგხვდეს და გვითხრენ მამა გიორგი და დარასელი აქ თქვენი ფეხი არ იყოს როგორ გაუბრაზდებით რა და წარმოვიდგინე საიდან გამოაძევეს შენი წინაპარი ოღონდ ისე კი არა ხელები კი არა გადაუგრიხეს თვითონ იქ ვეღარ გაჩერდებოდა იმიტომ რომ ღმერთი ეკითხება რომ ეხლა მამა რო შვილს ეკითხება აი შოკოლადი რო იყო შენ აიღე არა არა მამა მე რა ვიღე მეგონი ბები აიღებდა ანუ მეზობლის ბავშვი იცის კაცო ძალიან კარგად იცის მამამ რო შენ აიღე მაგრამ უნდა რომ გათქმევინოს რა მე რო აგიკრძალე ხილი შეჭამე ის ხილი იცის რომ შეჭამა და უნდა რომ ათქმევინოს არ უნდა რომ გაუშვას აქედან არა აი შე რო ქალი მომეცი იმან შემაცდინა ეს ქალი ადამი რას იძახის ხო აი შე რო ის გველმა შემაცდინა რა უთხრა გველს დააკვირდით ხალხო ორი რედაქცია ძირითადი მასორეტული და სეპტუაგინტა ერთი ბერძნულია და მეორე ებრაული ერთგან წერია არ ვიცი რომელი წერია მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ერთგან წერია წყევლა გველზე რომ იხოხე მუცლით მტვერსაზე და მეორეგან წერია მკერდით და მუცლით დაუკვირდე გიორგი ჩვენი ცოდები ხო ძირითადად სიამაყით და გასტრონომიული პრობლემებით, აყროვანებით აღესრულება და ვიზზე ადამიანი რისგან არის შექმნილი? მტვრით, ხო? მიწის მტვრით. ანუ ესმაკი ჩვენზე ხო ხავს? ძირითადად გემოთ მოყარეობით, სიამაყით და ეს უნდა გახსოვდეს რა და მართლა ბედნიერი იქნები გიორგი რომ შენ ღმერთმა კი გამოგაძევა იქიდან მაგრამ მესია მოგივლინა, მაცხოვარი მოგივლინა და აღიარე ხსნელი ქრისტე და დაგაბრუნე შვილო დაგაბრუნე უძღები ხარ მოდი მაგრამ არა მცალია მამაო ამ არხვას ვერ შევინახავ იმ არხვას შევინახავ ლოცვას ვერ წავიკითხავ აი მერე მაზიარე რა აი აღდგომას მოვალ და გავიხედავ ის ადამიანი აღარ არის მე ან ციხეშია ან სავანტყოფოშია ყველაზე ცუდი ვარიანტი გარდაიცვალა ხო იცი რამდენი მაგალითები შემილია გიორგი მოუყვე იცი რამდენ ადამიანს უთქვავს ჩემთვის ციხეში რომ მამა გიორგი როგორც გამოვალ აი შენთან უნდა ვიარო ტაძარში ნუ შენთან თუ არა ტაძარში უნდა ვიარო ძალიან ცოტანი არიან გიორგი ასეთები ვისაც ციხეში გაეხსნა გონება ვისაც საავადმყოფოში გაეხსნა გონება ვინც სიკვდილს გადარჩა მივიდა ცხარი დაკლა და წავიდა და იგივე ცხოვრება გააგრძელა ხო ასეთი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება გიორგი ბედნიერი ადამიანი იქნება მადლიერი ადამიანი ზე აღმხილველი ადამიანი რომელიც პირუტყვით მიწას კი არ მისჩერებია არამედ ზეცას უყურებს ღმერთის იმედი აქვს გლახა კი ასულითა და ამბობს რომ თუ რამეს წარმოვადგენ და რამე გამაჩნია ღმერთის მაგ ბოძებული აი ეს არის ბედნიერი ადამიანი გიორგი და ამიტომ ვერ ვხედავთ მე და შენ ბედნიერ ადამიანებს იმიტომ რომ დეპრესია, სევდა, ნერვოზი, დაბოღმილი, ხლა უნდა მოვყვე კიდე რა ვქნა, აი არ დავასახელებ აი ერთი ადამიანი ხედავს რომ მეორე მეზობელმა აი მანქანა შეიძინა და რომ დაინახა ჩემი პრობლემები არ მეყოფოდაო, ახლა მარო ახალი მანქანა შეიძინა. ხო, ეგ ის ბედნიერი როგორ იქნება, გიორგი, ხო, სულ ყველაზე კარგი მხედველობა, ხო იცი, რომელ თვალებს აქვს. ცისფერს და მწვანეს და შავს კი არა, შურიანს.
შურიანი მაშინ უნდა გეტყვის გიორგი რა ახალი საროჭკა გაცვია და თან გულში გაიფიქრებ შენ არ გიხდება მე მაჩუკი უნდა თქვა საროჭკის ისტორია აი როგორც ახლა ესაა თქვა მამა რა ლამაზი ჯვარი გიკეთია და გაიფიქროს გულში ეს ჯვარი ნეტა მე მქონდეს ხო სხვადასხვა მე ვაჩუქე ეს ჯვარი რო უკეთია შურიანი ადამიანი გიორგი ბოღმა ადამიანი რომელსაც პატიება არ შეუძლია ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ბედნიერი ვერ იქნებ დაიღლები ბოღმი ხო ეგ არაფერი ნახით მამა ყველაზე მაგარი რა არის რომ აი რატო იცლის ამისთვის ადამიანი აი ხშირად ეხა დღეს მაგალითად აი ჩვენ მაგალითად რასაც საერთოდ განვიხილავთ ხოლმე ხო ადამიანი რატო უნდა გეცალოს მამა ამისთვის იმიტომ რომ ცხოვრება აი ძალიან მოკლე და მოგეცა იმისთვის რომ გაიხარო რა ეხა შენი დაბოღმა შენი განკითხვა შენთვის შეინახე რატო უნდა წამოწიო წინ აი ხო შეიძლება რომ ღთიური თვისებებიც აქვს ადამიანს ყველა თვისება აქვს ხო ის ნიჭები წამოწიე შედალოცილო იმიტომ რომ ამ ბოღმით გასკდები გარდაიცვლები და მე თან არ ვერაფერს ვერ შეძენ პირველ რიგში შენ თავს მამა თუ შეიძლება ეს როგორ გავითვალისწინოთ იცით რატომ მამა 1000 პრობლემაა ირგვლივ და ღმერთს ჩვენ კიდე ზემოდან ძალიან მანებიურებ კარგი კითხვებით და უკვე მომავალ გადაცემაში რაღაცა ვისაუბროთ არ ვიცი რა უყურე გიორგი როგორი მიდგომა ქონდათ მამებს მწვალებლებთან ზოგს ქონდა უკომპრომისო ბრძოლა და თვითონ ხდებოდა მე მწვალებელი დაუნდობელი და გარჩევითი და განურჩეველი არის ესე იგი საშინელება თვითონ ხდებოდნენ მე მწვალებლები ისეთი დიდი мама როგორიც იყო დიოდორე ტარსელი ოქროპირის მოძღვარი ევნომიანებთან წინააღმდეგ ისეთი სასტიკით აი ერესი არის რომ ქრისტემ ადამიანური ბუნება მიიღო ოღონდ გონების გარეშე ხო და ეს დაუნდობლად ებრძვის მაგრამ უყურე რა არის გარჩევითი განურჩეველი ეს არის რომ არ ითვალისწინებ იმის არანაირ ღირსებას, განათლებას, ნიჭებს და პირდაპირ ასამარებ გიორგი. მაგრამ დაინახე რომ განათლებული ადამიანი ხარ, აი შენ რა განათლებული ადამიანი ხარ და დაანახე რომ მე შენ მიყვარ ხარ, შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ შეცდომაში ხარ. დაანახე რომ შენ ის ადამიანი კი არა გძურს. მისი სიმცდარეში ყოფნა გაწუხებს და ერესში როა ეს ადამიანი ის დაანახე რომ შენ შეცდომაში ხარ ჩემო ძმო და დაანახე სიყვარული რომ არ გინდა რომ ეს ამ ერეში აღესრულოს და წარწყმდეს ხო? ხო და ესეთი მიდგომა გიორგი აი სამწუხარო დღეს აი მიაკარავენ იარლიქს პირდაპირ ხო? ესეა ისია ეს წვალებელია ეს ის არის და ჩემო ეს ვირფასებო დღეს თანამედროვე ადამიანი გიორგი არის ძალიან დანერვოზებული როგორც წეგან აღნიშნე არის პრობლემებით სავსე არის განშორებული ღმერთისგან შეიძლება ყოველდღე ლოცულობდეს მაგრამ ღმერთთან არ იყოს და არ იცის ღმერთს რა უნდა მისგან თვითონ იცის რა უნდა ღმერთისგან მაგრამ რა უნდა ღმერთს ეგ არ იცის სამწუხაროდ ასეთი სწავლება აქვს გიორგი წმინდა მამებს რომ ღმერთსო ქრისტეს ღმერთკაც აქვსო სამი სხეული სიმბოლურად რა თქმა უნდა პირველი სხეული ეს არის ღვთის სიტყვა ბიბლიას ეწოდება ღმერთის სხეული წარმოიდგინე გიორგი შენ რო ყოველდღე ღმერთის სხეულს ეამბორები გადაშლი და კითხულობ რამხელა ნუგეში შემოდის არა რამხელა განათლება შემოდის რამხელა სიმშვიდე შემოდის რამხელა სიწყნარე შემოდის ცოდნა შემოდის მეორე ეს არის თბე სხეული რომელიც ღვთისმშობელ მარიამისგან მიიღო ეს არის სხეული მისი რასაც ჩვენ ვეზიარებით ყოველ წირვა ლოცვის დროს და მესამე ეს არის ყველაზე საინტერესო ეს არის ეკლესია ქრისტეს მისტიკური სულიერი სხეული და შენ თუ აი ამას გაიაზრებ რომ სახარება ბიბლია არის ღმერთის სხეული მის სხეულს ეზიარები ყოველ კვირა და ქრისტეს მისტიკურ სხეულში გზნობ თავს ბედნიერი კი არა ბედნიერზე უფრო უბედნიერესი ხარ და მე უკვე გაბრაზებული კი აღარა ხარ შურიანი კი აღარა ბოროტე კი აღარა ხარ და იცი უკვე როგორ უნდა ცხონდე როგორ უნდა იგზნო თავი ბედნიერად როგორ უნდა დამდაბდე რომ ღმერთმა აგამაღლოს უკვე იცი რომ ამ პარტავანთა ღმერთი შემუსრავს ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი რა ბედნიერებაა რა მაგრამ თავდაბალმა ადამიანებმა არ იციან გიორგი თავდაბლები რო არიან თავდაბალ ადამიანს გონია რომ ყველა მასზე უპირატესია მართლა გეუბნები თავდაბალმა ადამიანმა არ იცის რომ თავდაბალია და ვინც ამ პარტავანია იმას გონია რომ ის თავდაბალია და მე რო წაიქცევა ყურშასავით ხო ესე რომ მიდის და
წაიქცევა და მე ხვდება ერთხელ წაგაქცევს ღმერთი მეორედ გეტყვის შვილო ხრამში მიდიხარ მაღლა კინო იყურები წინ იყურებ ეხი არ წამოვარტყა რამეს ხო ეპიკურესავით ეპიკურე ახალი ის იყო ჯერ დამწყები ფილოსოფოსი იყო რომ რაღაცა ისე ციურ ვარსკვლავებს აკვირდებოდა ითვლიდა და წაიქცა ერთმა უბრალო ქალმა დასცინა გიორგი რომ დაბლა ვერ ხედაო რა ხდებაო და სად იყურებიო მაღლა გამიგე გიორგი აი აქ შენ თუ მოყვასი არ გიყვარს მაღლა პავლე რუარი და პეტრე და იქ ვინ შეგიშვებს საერთოდ არც უნდა იფიქრო აქ რო გული ბოღმითა გაქვს სავსე და გონია რომ ვითომ ვიღაცას სიყვარულით ამხელ 60-ში შენ ვინ შეგიშვებს კაცო რა გინდა 60-ში გიორგი აქ თუ ბედნიერი არა ხარ და აქავე 60-ში არა ხარ იქ რა გინდა წირვაზე რო არ დადიხარ და არ უსმენ გალობას 60-ში გალობა იქნება ხო რა უნდა გააკეთო შენ 60-ში რომ მოხდები რა არც გალობა იცი არც მამაო ჩვენო იცი არაფერი შენ არ იცი ხო ზოგადად ხო და მოდი რა სანამ დროა გიორგი რომ დავიწყოთ მე შენ კი არ გეუბნე არაფერი არ იცი მეთქი იმ ადამიანებს ვეუბნები გიორგი პავლე რო ეუბნება რომ ვისაც გონია რომ რაიმე იცის მან ისი არ იცის როგორც უნდა იცოდეს ხო და ძალიან ბევრს გონია ჩემი თამადობით გიორგი რომ განათლებულია ბევრი წიგნები აქვს წაკითხული როგორც კი გონია რომ ბევრი წიგნები წაიკითხე ძალიან ცოტა გაქვს წაკითხული არაფერი არ იცი როგორც კი შენ თავი ქმნილება ხარ გავიწყდება და არ იცი რომ ყველაფერი მოგცა გიკარნახა ღმერთმა წაგაკითხა ღმერთმა დაქსვა და მოგცა უნარები რომ წაიკითხო სხვა სასწავლო გადმოუთარგმნო შეიმეცნო და საკამათო თემა მინდა რომ წამოვწიო მიდი აბა გამზათავარ რამდენი ხანია არ გვიკამათე მამო ხო სხვათა შორის მამო ეხლა აი ჯურისტერაზე ვიყავი და გამახსენდა ზუსტად აი თქვენი აი ამ ისა რა ქვია ადამიანების გაუცხოებასთან დაკავშირებით თუნდაც ნათლობაზე იმაზე რომ მივდივარ ხოლმე ხო ირგვლივ ვინც არიან მამაო დაპატიჟებული ხალხი რაღაცა არავინ არ არის იმ წამს იმ ჯურისტერის მონაწილე ყველა ლაპარაკობს მერე სუფრაზე ვაი რა მაგარი ფერვერკი იქნება რაღაცა მაგრამ იქ ჩვენ უნდა დავდგეთ და უნდა ერთობლივად უნდა ვთხოვოთ იმ ოჯახის ბედნიერება იმ ნათლულის ბედნიერება და ასე შემდეგ და მე მამაო კარგად წარიმატება ეს ყველაფერი და ეკლესიაშიც მამაო თუ იქნება ამის მოთხოვნა ძალიან მაგარი იქნება რა. აი, ვიხდით მამო, ვიც მოდის მამო, აი ყველა ლამაზე ანგელოზები ვითარია, მაგრამ აი მე გთხოვ გიორგი რომ ეს წერილობით მიწერო სინოს. კი, მამო, მართლა რა, დადეკი ყველა მსათელი დაიჭიროს და ილოცოს იმ წყვილზე, ან ნათლულზე, მამო, არავინ თქვენ გინახიათ რომ ვინმე ლოცულობდა რომ ღმერთო ეს წყვილი კარგად ამყო. და ეს რო გდლების ბრალია ხდები? ეს აუცილებლად წინ წამოწევს. გდლების ბრალია გიორგი, ჩემი ბრალია. რომ გდელი ისე კითხულობს 60 ქულო სახარებას და ლოცვებს, რომ ძალიან ჩქარა ტყვიან ფრქვევივით ეს უნდა გაჩერდი 60 ქულო განუმარტე რომაელთა მათე სახარება ეს არის კონსტიტუცია. ცოტა ხანი გაჩერდი და უთხარი, აქეთ-იქით რომ იყურები ჩემო კარგო და ვერ ჩერდები ერთად. იცი ახლა მე რა წავიკითხე? სახარების კონსტიტუცია წავიკითხე, წარვედი და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი და ნათელსეცით მათ სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. მერე რო შემოატარებ კაცო და გამოშტერებული რო იყურება, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს. პავლეს ეპისტოლედან გალატელთა მიმართ აუხსენი, განუმარტე და ბოლოს დაუძახე იმათ მართლა უკვე რო საათზე რო იყურებიან. აბა ჩემო კარგებო, მოვძანდით, მიულოცეთ ეს ბავშვი მოინათლა, ეხა ნათელი იყო. და მე ამას ვაკეთებ გიორგი და ცრემლები მოზით ხოლმე თვალებით. ხო. უქადადი ხალხო, ამაზე კარგი შანსი. შენ აუხსენდი რომ ეგზორციზმი მოხდა წეგან, შეფუცება წავიკითხე, 3 დიდი ლოცვა წავიკითხე და ეშმაკები გავაძევე. შენ ხო შიანერწყვე, ესე რომ ფუ ეშმაკო. შენ იცი ვის შიანერწყვე კაცო. ჩვეულებრივ ადამიანს რო შიანერწყვე ის რას გიზავს, როგორც გინდა ლაჩარი იყოს, არ გაპატეებს, ხო რაღაცა შაგარტყავს რა, თუ ვერ მოგერია, ხო? და ის შიანერწყვებული ეშმაკი გონია გაიქცა სადღაცა შორს. აგედევნება ეგრევე აგედევნება ორჭიქას რო დალევ ხო მე ისეთ საფრთხეში შეგაგდებს რომ შეიძლება გამოშტერდი და შენი პატრონმა ვეღარ გიცნოს მე ნათლისღება საიდუმლოებაა და თან პირველი კარიბჭია ხო ნათლისღება იცით ადრე რომ ღდელი რომ ნათლავდა გიორგი გვერდზე ეგზორცისტი ედგა ღდელი კი არ კითხულობდა შეფუცების ლოცვებს სხვა კითხულობდა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რომ ძალიან ისეთი სმენადობა უნდა ყოფილიყო უნდა ყურადღება მე ესე ვაცხადებ ვისაც არ გაინტერესებთ
გავბრძანდით გარეთ, ხო? მარტო მე ამას ვერ შევასრულებ, თუ არ მომისმინეთ, თუ ამინი არ მითხარით, არა, გამიჭირდება. მერე ისე დამთავრდება ნათლობა და მარტო შესაწირავი ხო არ არის, აბა მოდით ნათლიებო და ყუთში ჩააგდეთ და რაღაც, ხო? არის ახლა ეს, ხო? ყველა ნორმალურმა ქრისტიანმა და ნათლიამ და მეჯვარემ იცის, რომ მუშაკი თავისი სამუშაოს ღირსია, ხო? რაც იმუშავა, უნდა შეწირო. მაგრამ მოდელი რომელიც დაგეწყებს რომ ამდენი და იმდენი ძალიან საბრალოა. ეგ აღარ არის მამაკაცი. აღარ არის. დიდება უფარს, მოკლედ ძალიან კარგი საკითხი ამოწერი გიორგი და აი წმინდა სინოდი, ძვირფასი მეუფეები. ძალიან კარგი ის მიიღეს დადგენილება გიორგი რომ მამაკაცი და დედაკაცი, გოგონა და ბიჭი უნდა იყოს ნათლია, 27 ნათლია რა, უბედურებაა, კაცო. ხო? მაგრამ კაცო, ეს არ არის საკმარისი რა, მარტო წამს ვერ კითხულობენ გიორგი ნათლიები. წამსი არ იციან, ხო, წამს იცით და მიყურებს. მე ხა ამობეჭდილი მაგ დიდ ფორმატზე და ვაწვდი და ვერ კითხულობენ. კაი, ვერ კითხულობს, შენ აუხსენი რომ ეს არის ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსი, 12 დოგმატი თეზისი, იწყება ასე, მთავრდება ასე, 1-2 წუთი დაკარგე რა და აუცილებლად ეს ადამიანები გიორგი ნათლისღების შემდეგ და ჯვრისწერის შემდეგ, ხო? გამოვლენ ბედნიერები და მე სუფრაზე სულ მამაო სიტყვებს გაიმეორებენ. აუ რა კარგად იქადაგა მამაო, რა კარგი რაღაცეები გვითხრა რა. შეიძლება იმ წუთში აღარ ახსოვდეს გიორგი, მაგრამ დადგება დრო და გაახსენდება. მამაო შეფუცება წაიკითხა, ანუ კვეთებული გადაიხა და წმინდა სამების სახელზე მონათლა, შემოატარა, თმები შეკვეცა, ჯვარი ჩამოკიდა, სანთელიანთო. ამ ყველაფერს ხო სიმბოლოა. რატო ვდგებით ზურგით აღმოსავლეთისკენ და რატო ვიყურებით დასავლეთისკენ? ხო, ყველაფერს სიმბოლოა. თმებს რო შეკვეცა, ვიცით რის სიმბოლო? ფაქტობრივად აღკვეცა მოხდა ადამიანის, ოღონდ მონაზვნად კი არა. ადრე ბატონი იმპერატორი თუ ვინც იყო დიდებული, მონას რო მიიღებდა თმებს საჭრი და მორჩილების ნიშნად. და შენ აღკვეცა უდელმა რომ შენ უკვე მორჩილი ხარ იესო ქრისტეს და ჯვარი მოგცა როგორც საჭურველი ბოროტებასთან საბრძოლველად, ხო? ეს ხო უნდა აუხსნას სანთელი ცვილი და ძაფი, ხორცი და სული, სინათლე, ნათელი, ნათლისღება, რუსულში არის კრიშენიე, ბერძნულში არის ბაპტიზო. ერთი არის შთაყურყურავი, მეორე არის ჯვარცმა. და ქართულში რა კარგად არის უყურე, ნათლისღება, ღდელმა მომნათლა, ნათლია, მიმრქმელი, რამდენია საქადაგებელი. 1-5 წუთი გამოვნახო. ამაზე აუცილებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ 5 წუთს კი არ მეც გამოვნახო. მოგიდე, მართლა გემი. აი, რა კარგი შამიგდე, რასაც ქვია ბურთი რა, რასაც ქვია. იცით რატომ ხშირად ხდება, რომ ეხლა ქორწილში ხარ და არავინ იმ წყვილზე არ ლოცვებს და არ შეიძლება პირიქით უნდა ილოცო, იმიტომ იმ დღეს მაგარი ძალა აქვს იმ ლოცვას. ეგ უდელმა უნდა მისცეს კურთხევა. მე გამოვაცხადებ ხოლმე ასე. მარტო მე ძალიან გამიჭირდება, ამ ორ ადამიანზე მარტო მე ვერ ვილოცებ. ახლობლები ხართ, ყველა ახლობლები ვართ, ხო და მოდი ამინი მითხარით, ყველა სიტყვას ნელა წავიკითხავ და მომისმინეთ და იცით რა ბუზის გაფრენის ხმა უნდა ისმოდეს. ეხლა პატარძალი რო არ გისმენს და კადრში რო იყურება, მიხდება თუ არა ეს კაბა. რისთვის ადგა კაცო იქ ხო? მე ამბიონზე რო დგანან იქ აუცილებლად უნდა უკადაგო რა, რომ ეხლა თქვენ უკვე ორნი აღარ ახართ. ერთნი ხართ. დაწიეთ ეგოიზმი და ყოველ დღე იფიქრეთ ერთმანეთი როგორ გაახაროთ, როგორ იყოთ ბედნიერები. მე მიბრუნდი ამ ხალხს უკადაგე, ბევრს დაწერილი გაქვთ ჯვარი, მაგრამ აზე არ ახართ რა არის ჯვრისწერა, რამხელა საიდუმლოებაში პასუხისგებლო. დამიჯერეთ რომ ხალხი გაბედნიერებული გამოვა იქიდან, ცოლები გადახედავენ ქმრებს, ქმრები გადახედავენ ცოლებს. ეტყვი რომ აი შენ ისე უნდა გიყვარდეს შენი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის, ხო? რა მაგარია რა. ხოლო ცოლს კი ეშინოდეს ქმრისა. რატო უნდა ეშინოდეს? ეშინოდეს რომ არ დაკარგო ეს კაცი. ნერვები არ მოუშალო, არ გაანერვიულო. აი ეს არის ღვთის მოშიშება როგორც უფლის. მაგრამ შენ ჩემო ძმაო, რომ ითხოვ შენი ცოლისგან მორჩილება, შენი თავი ქრისტეა. შენ ქრისტეს მორჩილი უნდა იყო. და თუ შენ ქრისტეს მორჩილი იქნები, შენი ცოლი შენი მორჩილი იქნება სიყვარულით. ხა ჩვენ ღდლები წირვაზე ვემსახურებით საზოგადოებას, ხო? ჩვენ მე კი ვარ წინამძღვარი, მაგრამ მე ვემსახურები მრევლს, აღსარებას ვიბარებ, ქადაგებ და ვაზიარებ, ხო? მე კი ვარ უპირატესი, მაგრამ მე მათი მსახური ვარ. ასე უნდა იყოს ქმარი ცოლის მიმართ.
კი ხარ შენ მისი თავი, მაგრამ შენ უნდა იზრუნო შენ ცოლზე, ვითარცა ქრისტე ეკლესიას. მე რამხელა რამეა ცოლქრობა მარტო მოფერება კი არ არის და გულში ჩახუტება და ყვავილების მიტანა და სუნამოს ყიდვა. ეს არის თავგანწირვა. ეს არის თავდადება, გიორგი, ეს არის შემართება. ახლა კარგი თემაა რა. დღეს პრობლემები რატო ქვეყანაში იცი რამდენი ოჯახი ინგრევა, გიორგი? და რამდენი უკვე დანგრევის პირას არის მისული? და ამ დანგრეულ ოჯახებში ხო ბავშვები დეპრესიაში რჩებიან, ის ნაპრალი ხო ბავშვის გულზე გადის. ციხეში ბავშვები იცი ვინ არიან, დანგრეული ოჯახის შვილები არიან ძირითადად. სახელმწიფო შედგება ქალაქებისგან და რაიონებისგან. ქალაქებიდან შედგება ოჯახებისგან. ოჯახები შედგება კაცებისგან და ქალებისგან, ქმარი და ცოლი. სხვათაშორის ხო ერთი კაი რამ გავა. ემას მივხედოთ ხალხო, ეს უნდა წინასაარჩევნოთ, უნდა ვისაუბროთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ხო? ეხლა როგორც მე ერთი ღვდელი და ბევრი სხვა ღვდლები ზრუნავენ ემიგრანტებზე. კიდევ ერთხელ მოკითხვა ჩემს ძვირფას ნუგეშელებს, აქაურებსაც და ემიგრაციაში მყოფებსაც, ხო? რაზნელია რა ახალგაზრდა გოგონა წავიდა ესპანეთში ან საბერძნეთში, ქმარი აქ ბავშვებს უვლის, ხო ამბები. რა საშინელი ტრაგედიაა, ხო? ასაშინელი. გადაშორის მამაო, ერთი თუ შეიძლება ბოდიშვიხდი ვიტყვი, რეგიონში ვიყავი, ერთ-ერთ ეკლესიაში თქვენ კი ამბობთ, რომ სულ რაღაცა იმაში დავდივარ, მაგრამ რეგიონში დავესწარი წირვას, სხვა გზა არ იყო. როგორ თავდაბალი ხარ, გიორგი, რომ რეგიონში დავესწარი? არა, იცი არა, თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ ისაო რა ქვია, არესრებიო სხვაგან, მაგრამ იყავი ერთ-ერთ სოფელში წარმოიდგინე და ღვდელი გამოვიდა მამაო და თქვა, რომ ვისაც ყავთო უცხოეთში მყოფი ქართველი რაღაცაო მოიხსენიებ, რომ იქ საჯაროდ ესე ხდება, ძალიან მაგარი თბილი გარემო იყო და თითო ადამიანი თქვა, ანუ გააცლილია სოფლები, მამა უცხოეთში არიან, წარმოგიდგენთ, იცით როგორ გული დამწყდა? და შემოვლენს მიგრანტები, გიორგი და დასახლდებიან, ხო? იცით როგორ გული დამწყდა, რომ ყველა თქვა, რომ იხსენებდნენ, მამა და ერთი ალბათ 50 კაცი იდგა და 50-მა კაცმა თქვა 50 ადამიანი და ზოგმა რამოდენიმე ჩამოთვალა, იმიტომ რომ რეგიონში როგორ შეიძლება მამა ისეთი რაღაცა, მე თან მამა ძალიან დიდი ბოდიში და გუშინ იყო სკოლაში წავიდნენ ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი შევნიშნე, რომ მეორე და მესამე ტასაცმელი ეცოდა, ისე გული დამწყდა, ბავშვები და ისე რა დღეში არის. ესეთი რაღაცები ძალიან გულს წყვეტს, იმიტომ რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ის თითო ის ადამიანი, ვინც შაშანდელი ტასაცმლით წავიდა წელსაც, აი ჩვენ ღვთის წინაშე ძალიან ცუდად წარგვადგენს რა და აუცილებლად ამას მივაქციოთ ყურადღება, ზოგს ეგეც არა აქვს და ძალიან გაუბედურებულია, გაჭირებულია ადამიანი და რაღაცნაირად უნდა მიექცეს ამას ყურადღება. ელემენტარული ეს ხო ელემენტარულია, რომ ვიღაცის შვილი არ უნდა წავიდეს სიტყვაზე ძველი ტასაცმლით, როცა სხვა დანარჩენი ბავშვები მიდიან რაღაცა ახლებით, ხო? ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე დასჯის საქართველოს ღმერთი ამის გამო, იმიტომ რომ ჩვენ მოგვაბარა ეს საზრუნავად და ჩვენ ვერ ზრუნავთ რაღაცა და რა ვიცი, ესე როდემდე იქნება. რეგიონს დაუბრუნდები რა. თქვენი ნებართვით მე და მეუღლე ვიყავით რამოდენიმე დღე ბორჯომში. არ ვიცი, გაუცებული ვარ რა. ნამდვილად აი მინდა რომ შეიძლებააც ფეხზე ავდგე და ქედი მოუხარო ბორჯომელებს. პარკში შევედით, გიორგი, ისე იგი, იქ ხო შესასვლელში თანხა არ გამომართვეს, ნუ თქვი ეს ეთყობა, ასეთი წესი აქვთ. ასაკოვანი ქალბატონი იჯდა, რომ გავიარე ფეხზე ადგა. თავი დამეხარა. თუ ესეც მტკი არა ეთყობა. ბავშვი გამოიქცა ვიღაც. მამაო დამლოცე, მამა გიორგი და თქვენ 60-ში იყავით თუ ბორჯომში, მამა? აი, სხვანაირად არ გამოვიდა. მოდი ხმამაღლა ვიტყვი, არავის არ ეწყება. ჩემ ტაძარში, გიორგი, ჩემი სულიერი შვილი ვარ არის. შეიძლება არ მოვიდეს და კურთხევა არ აიღოს და თავი არ დამეხაროს რა. არის ესეთ შემთხვევები. გესმის, სადაც მე წინა მზღვარი ვარ და ვწირავ, იქ შეიძლება ვიღაც არ მომესალმოს, იმიტომ რომ ჩემი სულიერი შვილი არა და ბევრია ასეთი გამარჯობა არ იციან ზოგიერთებმა. აი ეს რაიონი, მე ხალხს ხშირად არ ჩავდივარ ბორჯომში. ძალიან მეყვარს ბორჯომი, აი მინდა რომ სიბერია გავატარო იქ. იმდენი ადამიანი მოვიდა და ხა ჩემი ფარისეულობა მინდა კითხრა გიორგი. უნდა ვაღიარო ფარისეველი რო ვარ და თან მაგალითი მივიცეს ხვებსაც რომ მომბაძო. ვეხოცები ჩემ მეუღლეს ნახე მეთქი დაწერე ეს ყველაფერი დადე Facebook-ზე როგორ უყარვარ ხალხს გესმით და კიდე კარგია მეუღლემ არ დამიჯერა და არ დაწერა რა კარგია რა მაგრამ ვაღიარებ რომ ეს მამა გიორგი კი არა აი ნებისმიერ მოძღვარს რომ შედის ხო ბორჯომის რაიონში არა მამა თქვენ უყვართ თქვენ უბრალო ადამიანი ხართ და უყვართ გასაგებია გიორგი ეგ არ ვიცი როგორ არის მაგრამ ქუჩაში რომ გაივლი კურთხევას იღებს ხალხი
აი არ ვიცი ეს მართლა შეიძლება რაღაცა გითხრათ ეს ეპისკოპოსების და უდელების დამსახურებაა დარწმუნებული მეუფე სერაფიმეს დამსახურებაა პირდაპირ გეტყვით რა მეუფე სერაფიმე იქ რო იყო მაგან გააკეთა ძალიან ბევრი რამ თორე მეუფე სერაფიმე რო ჩავიდა ბორჯომში პირჯვრის გადაწერა არ იცოდნენ და მაგიტომაც იყო რომ ტერი გაუჩნდა მე და იმ ტერმა ნუ რაც გააკეთა ხო ნახეთ მაგრამ მეუფეს დამსახურებაა დიდი და მადლობა მართლა გულით მოვიკითხავ აქედან იმიტომ რომ ეს კაცი მაგრამ თუ ვინმე დაგვეჩაგრა ეს ადამიანი არის რომელიც აი მართლა გულით მაგრა გული მткиვა ამ ადამიანს და დრო მოვა ზეცა დაწერს ზეცაში დაიწერა აი ნამდვილად ეს არის ეთიკა ეს არის კულტურა რა არის კულტურა რასაც შენ ეთაყვანები შენში ის არის შენი კულტურა ძალიან მაგარი ხალხი არიან ბორჯომლები მე ისეთი ახსავსე წამოვედი გიორგი ისეთი სავსე წამოვედი რომ აი იმის მერე უფრო მეტად შემიყვარდა მოდლობა იმის მერე უფრო ერთი სული მქონდა შენ ეთერში მოსულიყავი და ეს გამეჟღერებინა გესმის და ჩემი ფარისეულობაც მემხილებინა რომ აი რა მაგარი ვარ ისე მამო რა მაგარია რომ ადამიანი გაყვარებს შენ არსებობას და შენ თავს და შენ პროფესიას რა მაგარი ხარ რამდენი ადამიანია ინტერნეტში იმაში ქუჩაში შეგხვდება ხო თითქოს რაღაცა უნდა გაჩერდე და ვიღაც შეგხვდება და შეგაყვარებს თავს და მადლობა ამის აი ყველა იმ ადამიანს აი ვინც აი გვექცევით აი ისე რომ შეიძლება არ ვიმსახურებთ სიყვარულსაც იმასაც, მაგრამ ადამიანთ რო გვაგზნობინებთ თავს. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ახლა მე გავაგრძელებ, ოღონდ შენ არ დაგემართოს. მამაო ღმერთისგან არიან ეს ხალხი. შენ არ დაგემართოს ფარისეულობა რა, აი უყურე. დღეს მაპატიეთ და ჟურნალისტი არის სალანძღავი სიტყვა, მოდი თქვათ, ხო? უმრავლესი არასწორი ჟურნალისტების გამო დღეს უნდა ეს რომ დაინახავენ მიკროფონით, გარბიან. უღდებსაც ეშინიათ და პოლიტიკოსები ხო საერთოდ იმალებიან, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სულ რამოდენიმეა თბილისში და საქართველოში ისეთი ჟურნალისტი, როგორიც არის გიორგი დარასელია. აი რა, მამა. ზუსტად ვიცი, რომ შენი დანახვა უხარიათ. ხო, მაგრამ ზუსტად ვიცი, აი შენ რომ მოხვალ ხოლმე, ხანდახან მეც ხო ბედნიერი ვარ, ნიკოლოზობას რომ მოდიხარ ხოლმე, არა? და ვაკვირდები ხალხს, მე ხო მაგდროს არ უწირავ. იმიტომ რომ სტუმარიხს მოდის და მე და ყველას დავხდე ვესაუბრო რაღაც და შენ რომ შემოდიხარ საიდან შემოდიხარ ისიც ვიცი და დადგები ხოლმე სვეტთან. უძღები შვილივით რაღაც ესე მეზვერესავით დგები ხოლმე უკან სვეტთან და აი ვაკვირდები მე მრევლს რომ დაგინახავენ როგორ გეფერებიან. ამიტომ მეც მიხვდს. არა, ამას ესე გიორგი შენი თქვა სიმაღლის და გარეგნობის გამო კი არ აკეთებენ რომ ხალხს რომ შენი პროფესიაში აყვარო არ არის ადვილი რა. იყო დრო რომ ექიმებს ლანძღავდნენ ხო? უღდლებს ლანძღავდნენ. ეხლაც არ გვეფერებიან მაინც და ნუ ჟურნალისტები მე მგონი პირველ ადგილზე ხართ ეხლა. ეს სრულ ჟურნალისტები რო არიან ხო იცი რაღაც შვიდობა როა და რო იძახის წვიმსო რა. მზიარი და იძახისო წვიმს ხო რაღაც. აქ ეხლა არისო 100 კაციო და 2 კაცი ძლივს დადის ხო და 100 კაციაო რა. მე ვერ ხედავ 100 კაცია თუ 2 კაცი და მოკლედ აი დასდევენ ზალად და ყველგან რო ყოფენ ამ მიკროფონს ხო? და შენ რო სათა დადიხარ ხალხს უხარია რატო? იმიტომ რომ არა ხარ ცრუ კაცი, ცრუ ჟურნალისტი არა ხარ და შენ ხო არ ამატებ, რაც არის იმას რამდენი მოძღვარი გააცანი საქართველოს. რამდენი მოძღვარი საერთოდ არ იცნობდნენ. იგივე მეც ხო მე თუ ვინმე გამიცნო, შენი გადაცემებიდან გამიცნო. მამო, ძალიან მე არა, თქვა სიმართლე, იცი რას მეუბნებიან? არ ეწყინოს ამ ტელევიზიის მესეურებს. ტელევიზიას კი არ ასახელებენ. დარასელიასთან რო ხარ ხოლმე. მადლობა ღმერთს, რა თქმა უნდა, მადლობა ამ ტელევიზიასაც და ყველას მადლობა. სხვათა შორის საპატრიარქოს და სხვათა შორის მე პატრიარქმა მაკურთხა ამაზე და იმის მერე არის ეს საათი სულ და მართლა მადლობა ამ ტელევიზიას, რომ ეს საათი როცა ჭირდება ეკლესიას, სულ არის და დიდი მადლობა მართლა. ეს არის ეკლესიის საათი და აი მართლა ცხოვრებაში აქ მე არ მიგზნია რომ უფროსი მყავს, იმიტომ რომ იმდენად უბრალო ხალხია. გუშინ რო დამირეკე გიორგი სტიქაროსნებთან ერთად ვიყავი სუფრის თავში ვიჯექი. და რო დამირეკე ყველას უთხარი რომ აი ხვალ დარასელიასთან მივდივა და ყველამ გიორგი მოგვიკითხე და სიყვარული. და შევამცირე სასმელის მიღება რომ ხვალ ეთერში ვარ და უკვე დავიწყე მზადება. ეხლა მე ხო მაგას ვერ გამოვიცნობ. რა თემაზე უნდა ვისაუბრო? და დავაპირე რომ მოდი საგარელს დაურეკავ მეთქი და ვეტყვი რომ მე და გიორგი მერწყულები ვართ და ეგ კარგია თუ ცუდია. ოდა. უნდა დაურეკო და გითხო რომ აი მე და გიორგი ვართ მერწყულები და რატო ჩხუბობთ ასე რა. აღარა ამბობს მეტყვის რომ გახსნილი გაქვს ჩემო კარგო გახსნილი გაქვს. მამო მართლა ძალიან დიდ პატივი. თქვენ ხართ აი ჩემთვის აი
მე ხო იცით იმის იქ ხუმრობ ხოლმე ხდლებზე რაღაცა მე მაქვს ეგის მაგრამ ჩემთვის როცა ეთერშია ადამიანი არის უპირატესი ყოველთვის და ჩემთვის ხართ აი რავი აი ჩემთვის ახლა მოდელი რა არის ყველა მიცის მე ვინც მიცნობს რა და ეს არა რომ ესე კი მაქვს ხო ასტროლოგია და ასტრონომია სრულ სწავლებებია რომ რაღაც სარგონოს რო ჩვენ ახლა თელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს თქვენთან იმ ადამიანებთან და ღმერთს მადლობა რომ მართლა იქ გავჩნდი სადაც ხართ თქვენ და აი ესეთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ისეთ არ მიგვის ხოლმე მამა ესეთ ქვეყანაში რომ გაჩნდები და მე სხვაგან სადა ზოგიერთი მეუნება რომ იცი მე ჯერ არ მოუნათლო არ იმიტომ რომ ღმერთს ვეძებ სად ეძებ ღმერთს სადაც აი არ დაგაგვიანდეს მე ამდენი აი ესეთი რაღაცები რაღაცნაირად იმას ჩინური მგონია რაღაცნაირად თუ შეიძლება აი ბოლო 4 წუთი დარჩა და რას უჩვენთ იმ ადამიანს აი თუნდაც უცხოეთში მყოფებზე რომ ამბობდით იქ საპატიმროში ყოფები ხა ჩემთვის არიან ნუ ნომერ პირველები არიან როგორც სასულიერო პირები ესე და თუ შეიძლება მამაო რა და თან მამაო რო არაფერი არ გვაქვს მამაო იმისი რომ აი ეს პირველ რიგში გიორგი აი აპატია ხან ზოგჯერ ღიზიანდებიან ამდენი რჩევებით რა როცა ადამიანის დახმარება გინდა ჯერ უნდა ილოცო მათზე უნდა ილოცო აი მე ვაღიარებ ჩემს სისუსტეს თუ არასწორ იმას რომ სანამ ჩემი შვილი ამერიკაში არ წავიდა მანამდე ესე ახლო არ ვიყავი ემიგრანტებთან და ჩემი შვილი რომ წავიდა ამერიკაში ხო ეხლა მე რო დამცინოდი სულ ეხლა დაიწყებსო ის მომიკითხეს საჯაროდ ვიხდი შენ დოგითხო შენ დოგას რომ განგიკითხავდი ხოლმე რომ რა გაახურა საქმე რა გააჭირა ზუსტად კი ზუსტად იყო ხოლმე ეს ის არის შენზე მითხეს ერთხელ მითხარი თან წარენა გაქვს თუმცა თქვენ ისე მერცხული რო ვარ ემიტომ ხო და ისაო რო ქვიო ეს ის არის ერთხელ მითხეს შენზეო რო იწყესო პატიმრები მომიკითხე ის მომიკითხე ის მოიკითხე და გუში ამეცინებოდა იცი არა იყო ეგრე ძალიან ადრე იყო და ისა რო ქვია რაზე მეცინებოდა იცი გუში მე თქვენ რომ დაიწყეთ იგივე ხო აი არასდროს თქვა მოგლეთ რა უნდა გავაკეთოთ რჩევისთვის გიორგი ჯერ უნდა ილოცო აი თქვა მიდიხარ და ან მაპატიი და რაღაცა უნდა გაწყენინა და უნდა რომ რატომ მაწყენინა მართლა თქვი ჯერ ილოცე რომ შენს გული მოგილბეს და მასაც მე რაღაცა პური გაუტეხე ან დასვის ადმე და უთხარი მოდი 1-2 ყავა დავლიო თან რაღაც აი მე და მე ჯერ დაიმსახურე მის თვალში სიმპათია და მე უთხარი რომ თუ არ გეწყინება ერთ ჩევას მოგცე აი მაგალითად წონაში როგორ დავიკლო ხო აი მე დავიკელი და შენ გირჩევ როგორ დაიკლო მაპატიე რა შენ რო ჩევას ადლევს ხვას და თვითონ იმ რჩევას არასრულებს არავინ არ მოგი რა წერია სახარებაში ნეტარიაო ვინც იძახის და ასრულებს მაგრამ ქრისტე გვეუბნება რომ ფარისევლებიო რაღაცა გეუბნებიან რომ შეასრულეთო მაგრამ მათ ნუ დაემსგავსებითო ხო მათნაირები ნუ იქნებით მაგრამ ჩვენ დღეს ძალიან გვიყვარს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ორი წიგნი არ აქვს ადამიანს საკითხული ისეთ ფრაზებს დევს ხო რაღაც რომ იტყვი რომ ეს სოკრატეა ან პლატონია ან არისტოტელეა ან რუსთაველი მაინც ხო შედალაჩილო არის რა რადგან რეგვენი სასაცილო ხარ მე რა რომ იმას იგდებ და ამ დროს ბოღმა ხარ შურიანი ხარ ზარმასი ხარ არლოცულობ ეკლესიაში ერთადი ხარ სიკეთეს არაკეთებ მაგრამ ისეთ მაღალ ფარდოვანი სიტყვებით საუბრობ და ისეთ პოსტებს დებ იქ რომ იტყვი რომ ეს არის ღმერთჩამოსილი мама ამიტომ ცოტა კედი მოვიდრიგოთ რა მე რო შენ რჩევას გადლევ ჯერ უნდა ვილოცო მე შენთან პური გავტეხო და მე ლამაზად უკვე რომ მეთქმოდეს და გესმოდეს მე გეტყვი რომ აი ესე ხوار ჯობია ჩემო ისე მომისმინე აი შენ იცი მე გეტყვი ახლა რა და მე შენ გეტყვი კაცი მუშაობს და მიდიხარ და ეუნება ნიჩაბი როგორ უნდა დაიჭიროს გამოვართვი და შენ მიეხმარე და ისე ასწავლე ხო კაცი მუშაობს და განა ეუნება რომ მოგეხმარებიო რა აი აქეთ დადა აქეთ გადაყარა იქით გადმოყარე და გეტყვი გამეცალე ახლა აქედან რა ძალიან დიდი მადლობა მამა. შენ მადლობა გიორგი და იმ ხალხს ვინც ახლა დაკარგა დრო ჩვენს მოსმენაში. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ძალიან უყვარხართ მამაო და მართლა გეფიცებთ ყველაფერს თქვენ ის ადამიანი ხართ რომელსაც აი რაც არ უნდა ადამიანს დასჭირდეს ზუსტად ვიცი რომ შეუძლია თქვენ კარზე მოაკაკუნოს და მადლობა ამისათვის სხვათა შორის ჩემთვის ძალიან დიდი იმედი ხართ თქვენ და ძალიან ბევრი მოძღვარი მე რაღაც გამორჩეულად გააქვთ ეგის და ყველა მოძღვარს მართლა განსაკუთრებით მოვიკითხავ იმ ადამიანებს ვინც მართლა
ჩვენ ერთნი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით და ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის რომ მამა გიორგი თევდორაშვილი არის კარგად გადაგებს და კაი ადამიანი. მე მიხარ იმიტომ ჩვენ ერთ ომში ვართ, ეშმაკის ომში და მადლობა ამისათვის მამაო, ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგად. და ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი ჩემთვის არის გიორგი დარასა. ძალიან დიდი მადლობა. ეს არ ჯობია ჩხუბს რომ ერთმანეთს მოვეფეროთ. ზოგს ავიწყდება, ხო, ზოგს მეჩხუბი გონე ვერ გავიგე. რო გაიგე რომ მერწყული ვარ, ხო აღარ მეჩხუბები. ზოგს ღდელში ვეშლები მამაო და ფიქრობ ხოლმე, აი რაღაცა აღარ მახსოვს იმ დღეს ინტერნეტში ვიღაცამ დამიწერა თქვენ რაღაც საკითხზე და ის დაავიწყდა რომ მე მღდელი ვარ. არ ვარ. წერი გავუშვი. ხო და ეგონა რაღაცა აღარ მახსოვს მამა ზაქარის თუ რაღაცა უთხარი აქ რაღაცა ვკითხე და ანუ რატო უნდა ვწოდნო და რაღაც უნდა ჟურნალისტი ვარ მეტად რაღაცა ვკითხე ხო და ზოგს ავიწყდება ეს რომ მღდელი არ ვარ და ჟურნალისტი ვარ და შემიძლია რომ თავისი რა როგორ ერთხელ მამა გაბრიელმა დაინახა მეუფე ესაია რომელიც გამოდიოდა სვეტიცხოვიდან და გამოატარეთო ეპისკოპოსი მოდისო მეუფე მოდის და განჭრიდა რომ მამავალი ეპისკოპოსი იყო ხო მაგრამ მე ჟურნალისტს როგორს მღდელს როგორ უნდა მომთხოვ ეხა მამა პეტრე იმას შენში მღდელი დაინახა გიორგი ხო მღდელი დაინახა მაგრამ ეხა შენ თუ ხედავ ის იმას არ შეძლო მე მართლა მღდელი ვარ ხო სიტყვა და ანუ ცოტა ისე რა ქვია ჟურნალისტები ვართ და გაითვალისწინეთ თუ ჟურნალისტზე ლაპარაკო იქ მე დამიწერა ქვემოთ აღარ მახსოვს რომ აი ეს რატო კითხე ესე და რაღაცა და ნუ ესე იმიტომ კითხე რომ ჟურნალისტი ვარ და ვიკითხე მე არ მომეთხოვება ისო სადღაც იქ ჩავიდე ხო დიდი მადლობა მამო უღრმესი მადლობა ჩემთან არის ყველაზე დიდი თავისუფლება ყველა შეუულია თქვას ის რაც მოესურვება ხალხმა განსაჯოს შემდგომ აუცილებლად დიდი მადლობა მამო რომ ესე სწორად და ლამაზად გვარიგებს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა მამო ძალიან ბევრი კაი ადამიანი თქვენ გამაცანით და თქვენის წყალობა არის რომ ბევრი მამები მოდიან ჩემთან ისეთები რომ არაჩვეულებრივი და ერთ-ერთი საზომი ხარ ხვალ ვინ აკავს და ანონსი ხვალ ყავს მამა გიორგი დორეული სხვათა შორის და ჩემი კურსელი იყო და მომეკითხე დიდი სიყვარული აუცილებლად მამაო და იქიდანაც აუცილებლად დიდი სიყვარულით მოგითხვა კარგად ზოგადად ლექციებზე აგვიანებდა ხოლმე ხშირად ხო მართლა აქ არ აგვიანებს იცი სად დააგვიანოს და სად არა კარგად ძალიან იცის ეს კარები იკეტება მე ვინახევარ და ვერ შემო მარტო მოგიწევს მე გადაცემის საყოველთაოდ მადლობა ძალიან დიდი მამო ხალხს მაინც ღდელი გონი ვარ და წავიყვარა რომ შავები ჩაიცვი წვერი გაუშვი და დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მამო ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს გისურვებთ პატიმრებს განსაკუთრებით მამაოს უცხოეთში მყოფ აი ნუ გეშელებ ესეთ ჯგუფი აქვს მაგარი და იმ ჯგუფს მოგიკითხო ძალიან ბევრი ხალხი გაერთიანდა სხვათაშორის ვისაც უნდა კიდე მიიღებთ ხო აუცილებლად შეგიძლიათ Facebook-ზე ესე იპოვო და მესენჯერი აქვს და მთელი ის არის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მამაო და ყველა იმ ადამიანს კარგად ზანეოდეთ უღრმესი მადლობა იმ ადამიანს ვინც ჩემ ზემოთ აი მუშაობ და წვალობთ იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოგო ბიჭები ხართ და მადლობას გიხდით და ბედნიერები იყავით სულ მუდამ რა ერთი სხვათა შორის 23 იანვარს არის დაბადებული და ძალიან მაგარი ადამიანია წვალობ ანუ მერწყული კარგია დამშვიდე ჩემ დაბადების დღეს მერწყულია დიდი მადლობა არა იტაცონ ეს ხა არ თქვა ჰოროსკოპების ჭერათო ხუმრობთ რა თქმა უნდა ჩვენ პატიმრები არ მოიწყინოთ გთხოვთ ბედნიერებას გისურვებთ და დროებით